განუყურებთ ქრონიკას 8 საათზე. 2004-2012 წლებში კულტურული ძეგლების გადარჩენის მიზნით განხორციელებული პროექტები წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ. ანგარიშის მიხედვით 600-ზე მეტ სიძველეს პირვანდელი სახე დაუბრუნდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ეპარქიებში კი აღდგენილია ყველაზე მძლავრი სამონასტრო კომპლექსები და მიტოვებული თუ მოქმედი სამლოცველოები. დღესვე გაიმართა საანგარიშო წიგნის პრეზენტაცია და იმ ლაზერული აპარატის ჩვენება, რომელიც ძეგლებს ასკანირებს. ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ესწრებოდა, რომელმაც აღდგენილი ძეგლებისა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ საუნჯეებზე ისაუბრა. ყველას ვინც ღებულობს მონაწილეობას რესტავრაციაში, ჩვენ ვერ წარმოგიდგენია, რამდენად მდიდრები ვართ ჩვენ. რამდენად დიდარია საქართველო. არ არის ფაქტიურად მნიშვნელოვანი მეტნაკლებად სიძველე საქართველოში, რომელსაც არ შეხებოდეს რესტავრატორის ხელი. არ არის მიმართულება სამუზეუმო არქეოლოგიური კონსერვაციის თუ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, რომ არ იყოს წინ გადადგმული ნაბიჯები. ბევრი რამ გაკეთდა და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი, ბევრი ძეგლი აღდგა, მაგრამ ბევრი რამ მაინც აღნიშნავს, საგანგებოდ რომ ყველაფერი ისე ვერ გაკეთდა სამწუხაროდ.